მოგესალმებით, თქვენ უყურებთ თავისუფალ ტრიბუნას, მეორე არხის პირდაპირ ეთერში ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას და ჩვენი სტუმრები არიან. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი, გორის საკრებულოს წევრი ზურაბ როსებაშვილი და ასევე დარბაზში ჩვენ გვესწრებიან გორის რაიონის სოფელ რეხას მკვიდრები ბეჟან მეზვრიშვილი და სპირიდონ მესტუმრიშვილი. მოგესალმებით, გმადლობ ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის. ბატონ გიორგი, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძირითადად გორის პრობლემებზე და კონკრეტულად სოფელ რეხას პრობლემებზეც, რომლის მაცხოვრებლები ჩვენ გვესწრებიან. გადაწყვეტეთ, რომ მაინც ამ თემისთვის მიგაპროთ საზოგადოების ყურადღება დღეს. დიახ, მოგესალმებით. მე ვესალმები მაყურებელს. პირველ რიგში თუ რატომ გადაწყვეტეთ, რომ გაგვემახვილებინა ესე ჯეროვნად ყურადღება სწორედ სოფელ რეხაში მომხდარ და შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან სიმპტომატურია და ძალიან ბევრი სმეტყველია ზოგადად ქვეყნის მასშტაბით არსებულ პრობლემებთან მიმართებაში. მაყურებელს რო ავუხსნათ, ჩვენ მე დაახლოებით შარშან ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში ვიყავი სოფელში, დამიკავშირდა ზურა როსებაშვილი, ჩვენი საკრებულოს წევრი და მოგვიყვა იმ პრობლემის შესახებ, რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ საკმაოდ დიდი სოფლის, საკმაოდ დიდი მოსახლეობა, სადაც 400-ზე მეტი კომლი ცხოვრობს, ეს მე დაგითხრათ, დაახლოებით სადაც 1200-1300 ადამიანისგან შემდგარი სოფელია, რაც საქართველოს მასშტაბით საკმაოდ სერიოზულ სოფლად მიიჩნევა. შესაბამისად, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ შარშან გაზაფხულზე პრობლემა შეიქმნა იმ თვალსაზრისით, რომ სტიქიურმა უბედურებამ პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა სოფლის ბაღვენახები, გაასწორა მიწასთან ყველა ის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი, რომელსაც საბოლოო ჯამში უნდა მოსავალი მიეცათ და ამ ადამიანების ელემენტარული სარჩო-საბადებელი ყოფილიყო. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ გახდებოდა რაღაცა ესეთი განსაკუთრებული ხმაურის და განსაკუთრებული ყურადღების საგანი, რომ ყველაფერი ისე მომხდარიყო, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე. ჩავიდა ხელისუფლების წარმომადგენელი არაერთი სოფელში, ამაზე გაცილებით უკეთესად თავად სოფლის წარმომადგენლები ისაუბრებენ შემდეგ, მე უბრალოდ ძალიან ზოგადად ვიტყვი, რომ მაყურებლისათვის წარმოდგენა შეიქმნას. ჩავიდა ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, გუბერნიიდან, გამგეობიდან, აღწერეს ზარალი, გავითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი ხდება ადგილობრივი არჩევნების წინ. დაახლოებით ერთი თუ არ ვცდები 2-3 კვირით ადრე იყო ეს სტიქიური უბედურება. ხო, შესაბამისად და პრაქტიკულად ხო 2 კვირა იყო დარჩენილი არჩევნებამდე, ნუ ხელისუფლებამ ბუნებრივია ძალიან აქტიურა იმ პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ არჩევნების გამოისობით, ნეტა კი ბოლომდე მიიყვანა საქმე თორე. აღწერეს ყველანაირი ზარალი ადამიანებს მიცეს იმის პირობა, რომ უახლოეს მომავალში მოხდებოდა ანაზღაურება ამ ზარალის, რადგან ამაზე იყო დამოკიდებული მთლიანად მათი ელემენტარული სოციალური მდგომარეობა და მათი სარჩო-საბადებელი. და ამ ადამიანებს ოღონდ თქვენ ახლა არჩევნების დროს არანაირი პრობლემა არ შეგვიქმნათ უთხრა ხელისუფლებამ და ჩვენ ამას ყველაფერს უზრუნველყოფთო და საბოლოო ჯამში როგორც თქვენთან არ მოსულა მეორეჯერ ხელისუფლების წარმომადგენელი მაგ თემაზე, ისე ამ ადამიანებთან არ მისულა არავინ. შესაბამისად არჩევნების შემდეგ არც გახსენებიათ რეალურად რომ თქვა და არ არსებული პრობლემა და არსებული დანაპირები და პრაქტიკულად მიატოვეს ეს ხალხი სრულიად ბედის ანაბარა, იმიტომ რომ მე ვიყავი ჩასული უკვე შემოდგომაზე, შემოდგომის ბოლოს. პრაქტიკულად მათ პირდაპირ მითხრეს, რომ იმ დონეზე განადგურდა მაშინ გაზაფხულზე ყველანაირი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რომ პრაქტიკულად 10%-იც კი რა მოლოდინიც ჰქონდათ მოსავლისა, მათ არ მეუღიათ და რეალური ძალიან სერიოზული შიმშილის და პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ძირითადად ეს სოფელი. შესაბამისად, შემდეგ მე ვთხოვე მათ, რომ დაეწერათ პეტიცია, დაეწერათ წერილი, მოეწერათ ხელი, 400-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, აგერ მაქვს ეს წერილი და ის ასეთი სქელყდიანი, იმიტომ რომ 400-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, ხო? თორე განცხადება ერთგვერდზე ეტევა პრობლემატიკა. და შესაბამისად მე ვთხოვე მათ, რომ აი ამის მეშვეობით ჩვენ ახლა გაერთიანებულმა დემოკრატებმა ქალბატონ ნინოს ხელმოწერით გადავაგზავნეთ ყველა შესაბამის უწყებაში, სტრუქტურაში, რომ ელემენტარულად თუ ამ ადამიანების ხმა არ არის საკმარისი ხელისუფლებისათვის, რომ ელემენტარულად თავის დანაპირები გაახსენდეთ, ჩვენ მოვთხოვთ კონკრეტულად პასუხს, ჯერ რას აპირებენ არსებულ დაპირებასთან მიმართებაში, რატომ არ გააკეთეს ეს ყველაფერი და საერთოდ ფიქრობენ თუ არა ამ ზარალის ანაზღაურებას, რაც ვალდებულებათ აქვთ აღებული რეალურად. და მე იმედი მაქვს, რომ ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე ხელისუფლება უშუალოდ ჩვენ გავცემს პასუხს და ეს ადამიანებიც გაიგებენ, რას აპირებს ხელისუფლება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ არ გაგრძელდება ეს ძალიან მანკიერი და სრულიად აბსურდული პრაქტიკა, რომელსაც ჰქონდა ადგილი 9 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელი ხელისუფლება ძალიან ბევრს ცდილობს, რომ წარმოაჩინოს თუ როგორი განსხვავებულია ის.
თუ როგორი უფრო სამართლიანია და როგორი უფრო ჰუმანური და კეთილი არის განსხვავებით იმ დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალისგან, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა. და მართლაც გინდა რომ გარკვეულწილად რაღაცა ამდაგვარი პოზიტიური ნიშნები დაინახო და გინდა რომ რაღაცნაირად მიუხედავად იმისა რომ ხარ დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციაში ვართ, ეს არ ნიშნავს იმას რომ თუ რამე პოზიტიური მოხდება, იმაზე თვალი დახუჭო, ხო, მაგას უსამართლობა ქვია და არა ვთქვა ოპოზიციონერობა. მაგრამ როდესაც გინდა რომ მაქსიმალურად რაღაცა წინ წავიდეს პროცესი და ადამიანების ნდობა რაღაც სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ ხად ნიველირებული და გაქარწყლებული არ იყოს, ხო, ესეთი ფაქტები ამას ხელს არ უწყობს. ესეთი ფაქტები პირიქით ხელს უწყობს იმას, რომ ძალიან მცირე რჩება განსხვავება მიდგომების უკვე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და ქართული ოცნების დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე. რაც ამ შემთხვევაში ქართული ოცნებას მხოლოდ და მხოლოდ უქადის იგივეს, რაც ნაციონალური მოძრაობამ ასე ვთქვათ იწვნია 2012 წელს, როდესაც თელმა საზოგადოებამ მის პოლიტიკურ სანაგვეზე და ისტორიაზე გაუშვა. თუ ასეთი იგნორირება მოხდება საზოგადოებრივი ინტერესების და მოსახლეობის აზრის დაპირების და მეორე შეუსრულებელი დაპირებების ისედაც დიდი კასკადი დააგროვა ქართულმა ოცნებამ, არც ალბათ საბოლოო ჯამში დამთავრდება ეს ყველაფერი ისეთივე ფორმატით, როგორც წინა შემთხვევაში დასრულდა და უბრალოდ უნდა გაიგონ, რომ ასეთი რამ ასე არ შეიძლება ადამიანებთან ურთიერთობა და ასე არ შეიძლება ადამიანების მოტყუება. ნახოთ, ჩვენ ყველანაირად ჩვენ ხა ერთი რაც შეგვიძლია ამ შემთხვევაში გარკვეულწილად ვიყოთ შუამავლები და მაქსიმალურად მოვთხოვოთ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში თავისივე დანაპირები გაანახორციელო ამ ადამიანებთან მიმართებაში. თუ მოხერხდება ეს ყველაფერი, ხომ კარგი და ეს ადამიანებიც ამოისუნთქავენ და ჩვენთვისაც ეს საქმე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. არ მოხერხდება და მაშინ უნდა ელემენტარულად დავიწყოთ ფიქრი იმაზე ყველამ, რომ ასეთი და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის ერთი კონკრეტული სოფლის პრობლემა. აბსოლუტურად ესეთი პრობლემა უამრავ სოფელში დგას, უამრავ რეგიონში და უამრავ რაიონში და უამრავ კონკრეტულ დაზარალებულ სოფლებში, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, მაშინ ძალიან სერიოზულ პასუხს მიიღებენ ისინი უკვე არჩევნებზე და მე დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნებზე მიიღებენ პასუხს და არა რაიმე სხვა ფორმით, იმიტომ რომ მხოლოდ არჩევნებით გვინდა რომ ხელისუფლება შეიცვალოს ყოველთვის ჩვენს ქვეყანაში და არანაირი სხვა ფორმით არასდროს. და შესაბამისად მათ უნდა იცოდნენ რომ ესეთი საკითხები მათ არჩევნებზე ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს ხელისუფლებას ამ შემთხვევაში. აი უფრო დეტალურად თუ რა მოხდა, როგორ დაპირდნენ, ალბათ მოგიყვეთ რომ მოგვიყვენ თავად დავამატებ პატარას ზურა დასახურება ეს თემა რომ საერთოდ გააქტიურდა და რომ იპოვა. ეხლა ორი სიტყვით გეტყვით, ბატონო გიორგიმ კარგად ჩამოაყალიბდა, ზუსტად ჩამოაყალიბა რა პრობლემას გააჩნია ამ სოფელს, მაგრამ ეს არ არის მარტო ამ ერთი სოფლის წუხილი 22 სოფელში მოხდა. 22 სოფელი დაისახა. ფაქტიურად კი, და მე ხა მაშინ მუნიციპალიტეტში ვმუშაობდი, საკრებულოს წევრი ვიყავი და მე თვითონ ვიყავი ჩართული და მეორე დღესვე ჩავედი სოფლები და დავათვალიერე რა მდგომარეობაში იყო და. თუმცა დღევანდელი საკრებულოს წევრიც არის და წინა საკრებულოს მოწვევის წევრიც გახდა. უბრალოდ 2 თვის განმავლობაში ხდებოდა ამ ზარალის დათვლა და აღწერა და ანგარიში იყო. რა ზარალი მიიღო მოსახლეობამ და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ხელისუფლებას აქვს აღწერილი. აქედან გამომდინარე ეს ხო ტყუილა არ აღწერა, იმიტომ აღწერა რომ შემდეგ მოსახლეობას დახმარებოდნენ და აქედან გამომდინარე რამოდენიმე თვის მერე დამიკავშირდნენ სოფლის წარმომადგენლები და მთხოვეს რომ იქნებ მიგვეწვლინა ეს შემდგომ ინსტანციებში რომ რაღაც იქნებ, იმიტომ რომ გაზაფხული მოვიდა ფაქტიურად სოფელი დარჩა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და იქნება რაღაცით მაინც იქნება წამალი იქნება თუ რაღაცა იქნება, ხლა აქ არ არის მარტო ფინანსებზე საუბარი, იქნება სხვა რამით დაეხმარონ, რომ რაღაცნაირად გაიტანონ თავი ამ მოსახლეობა. მადლობა ბატონ ბეჟან, ბატონ სპირიდონ, თქვენ უშუალოდ ყველაზე კარგად იცით ალბათ ის პრობლემები, რაც თქვენ სოფელში არის. მოდით გვიამბეთ ჩვენს და მაყურებელს რა მოხდა და ამჟამად რა მდგომარეობაში არის თქვენი სოფელი. მოგესალმებით, მიგესალმებით ტელემაყურებელს. როგორც აღნიშნა ბატონმა გიორგიმ და ზურამ 2014 წლის 1 ივნისს, რომ იტყვიან ძალიან დიდი ტრაგიკული შემთხვევა იყო, ტრაგიკულს ვიძახი, იმიტომ რომ ნახევარი საათის განმავლობაში ისეთი სახით მოდიოდა სეტყვა, რომ მიწასთან გაასწორა ყველაფერი. ეს იყო როგორც ხილი, ასე ბოსტნეული და ასე ნათესი კულტურა. თან ეს ის პერიოდი იყო, როცა უკვე აღარც გადარგვა შეიძლებოდა, აღარც დათესვა შეიძლებოდა და ეს რაც მსხმოიარე თესლოვანი და კურკოვანი იყო, სულ მიწასთან იყო გასწორებული. მეორე დღესვე, მესამე დღესვე დაიწყო კომისიები მოვიდნენ ადგილზე, ათვალეს ზარალი,
აღწერეს ყველაფერი. დასკვნას დადეს. დასკვნა დადეს. 2 თვის განმავლობაში ეს წეღან სწორად აღნიშნა 22-დან 26 სოფელში განმეორებით იყო, ზოგიერთ სოფელში განმეორებით იყო სიტყვა. აი, რო იყო პირველი ივნის, იყო 2 კვირის მერე კიდე. აი, სოფელი ზერტი არის ესეთი, მინდა აღვნიშნო. ესე იგი, გაანადგურა 2-ჯერ, ხო და მთავრობა შეგვპირდა ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის მოადგილე, ამჟამად მინისტრი თვითონ იყო ჩამოსული სოფელში, დააკვირდა, რომ აღმოგვიჩენდნენ ფინანსურ და ეკონომიურ დახმარებას. არანაირი დახმარება სოფელს არ მიგვიღია, აბსოლუტურად ერთი კაპიკის ღირებულების თანაზღაურება რომ ყოფილიყო. დღეს ხვალ. მე ვსვამ აი ასეთნაირად საკითხს. რა უნდა ქნას იმ გლეხმა, რომელმაც 6-7 წამლობა ჰქონდა ამ პერიოდისთვის ჩატარებული და თვითო წამლობა, ვისაც კი ცოტა დიდი ბაღები აქვს, 1000 ლარი უჯდებოდა. 1000 ლარი და ეს ყველა ბანკის ვალით არის გაკეთებული. დღეს მოსავალი აღარ არის, რომ გაიყიდოს და ის ვალი დაიფაროს. ამ ლარის კურსის ვარდნამ თავის შედეგი ასახა და ვისაც გამოტანილი ჰქონდა სესხი ლარზე, ახლა ისინი გადაიყვანეს დოლარზე. მე მაგალითად ხო გამოვიტანე სესხი კრედო ბანკიდან გამოვიტანე სესხი სოფლის მეურნეობის კვლავ-წარმოებისთვის. რატო მიანგარიშებს? განა მარტო მე კი არა, საერთოდ ნებისმიერს, რატო უანგარიშებს ის ბანკი მოსახლემ ხომ შემდგომი კვლავ-წარმოებისთვის გამოიტანა ლარი და რატო გადადის დოლარზე? ეს მართალია ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ძალიან რთული სიტუაციაა. როგორც ჩვენ სოფელში, ასე სხვა სოფლებშიც არავინ არ ფიქრობს თუ როგორ უნდა დამუშავდეს მომავალ წლისთვის მოსავალი ხო გვინდა მიმდინარე წელში არ ვერ ატარებს გლეხი, ვერც გასხვრას. დაიწყება წამლობა, ვერც წამლობას დაარიგეს მოხნის ვაუჩერები და ტექნიკა არ არის. ვაუჩერს რომ აძლევ, მომეცი ტექნიკა, ტრაქტორი რომ მოხნა, თუ ეხლა არ მოიხნა, მაისში რა თმინდა მოსახნავი ტრაქტორი. აი ამ მდგომარეობაშია არა მარტო ჩვენი სოფელი, არამედ ძირითადად აი ის დაზიანებული მოსახლეობა, რომელიც სიტყვამ დააზარალა. 22 სოფელში, დაახლოებით რამდენი 26 სოფელში, 26 სოფელში და ზოგიერთში 2-ჯერ იყო. თქვენთანაც იყო მგონი 2-ჯერ რა თუ არა? ჩვენთანაც გაუმეორა მეორეთი, მაგრამ ის აღარ იყო, აღარაფერი აღარ იყო. 20.000 ადამიანის პრობლემაზე შეიძლება ხო საუბარი დაახლოებით. იმიტომ რომ იქით ისეთი დიდი სოფლებია, რომლებიც 2 და 3000 მაცხოვრებელი ცხოვრობდა, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მე კიდევ ამ სტიქიასთან დაკავშირებით ჩავერთვები. თვითონ ხელმძენარემ მიიღო ისეთი დაზიანება, რომ თუ სასწრაფოდ არ მიეწოდა ამ პერიოდში, მით უმეტეს ამ საგაზაფხულო პერიოდში, ფოსფოროვან აზოტოვანი ნაერთი ქიმიური სახით ძალიან სავალალო მდგომარეობაში ჩავარდება ეს მცენარე სამომავლო წლებში უფრო. ამისათვის აუცილებელი იქნება რამენაირად, აი ჩვენი მოგზაურებული თქო უნდა იქნება სახელმწიფოს მიმართებაში, რომ იქნება რამენაირად გამოგვიყონ რაღაცა სახსრების სახით თვით უშუალოდ ფოსფოროვან აზოტოვანი ნაერთები, სასუქიანი ნაერთები რომ მივაწოდოთ ხელმძენარებს, რომ არ დაიღუპოს. მერე მისი აღდგენა იქნება ძალიან ურთულესი უფრო. აი ჩვენი ამ ეტაპზე უბრალოდ მოთხოვნება იქნება ეს. მოთხოვნება კიდე ეს თხოვნაა ჩვენი. ჩვენ ამ ეტაპზე უკვე აღარ გაგვაჩნია სახსარი, ფინანსური სახსარი, რომ მოვიძიოთ, ну ბოლო ვარიანტი არის რომ ბანკს უნდა მივადგენ და მოგვეხსენება და ეს ქვეყნის მასშტაბით რა ხდება და დღეს ჩვენი ეროვნული ფული განიცდის ძალიან დაცემის კურსს და დღეს რომ ვთქვათ ლარს ავიღებთ ბანკიდან შეიძლება სამომავლო წელში მოგვიწვიოს 15 და 20 ლარის გადახდამ და ესთან დაკავშირებულია იმ საკითხთან რომ ჩვენი მოსავალი არ განიხილება ქვეყნის კარში გატანის სახით ჩვენ დღევანდელ ბაზარი არ გაგვაჩნია. ნუ ეს ჩვენი მოსაძიებელი საკითხი არ არის მარტო ამაში თვითონ სახელმწიფოც უნდა ჩაიდროს და სახელმწიფო უნდა შეგვიწყოს ხელი და ამ ყველაფერთან ერთად იქნებ როგორღაც გადავარჩინოთ ჩვენი დღევანდელი სოფელი და რა ვიცით.
ღმერთის წყალობით კიდე რა უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ გადარჩება და იგივე ქართველი კაცის იმედად, ქართველი გლეხის იმედად, რა თქმა უნდა სახელმწიფოს ხელშეწყობით, ჩვენ იმედი გვაქვს და კიდევაც უნდა ვიქონოთ იმედი, არ უნდა დავკარგოთ, რომ იქნებ რამენაირად ხარში ამოდგომით გადავარჩინოთ ჩვენი ქართული სოფელი სავალალო მდგომარეობაში ჩავანილი დღევანდელ პირობებში ნამდვილად. მადლობთ. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ერთ რამეს უნდა გათვალისწინება ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული გათვალისწინება, რომ საუბარი არის კონფლიქტის ზონაზე. საუბარი არის პრაქტიკულად იმ ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ზოლზე, რომელიც და იმ სოფლებზე, რომლებიც ესაზღვრებიან კონფლიქტის ზონას. პრაქტიკულად აი ეს ტერიტორია და ეს არის ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, განსაკუთრებულ მოვლაპატრონობას რომ საჭიროებენ და არც უნდა განიხილებოდეს ალბათ რაღაცა საკითხი, რაღაც მათთვის გარკვეული მივანიჭოთ თუ არა რაღაცა პრიორიტეტი ამ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს და რაღაც განსაკუთრებული რეჟიმი შეუქმნათ თუ არა მათ. არც უნდა იდგას ესეთი საკითხი ნორმალურ ქვეყანაში, ხო? და ნორმალურ სახელმწიფოში, რომელსაც ერთი ძალიან მარტივი მიდგომა უნდა ქონდეს ასეთ კონკრეტულ პრობლემასთან. თუ იქ ეს ადამიანები არ იცხოვრებენ, თუ მათ ზარალს არ აუნაზღაურებთ, თუ მათ არ შეუქმნით ისეთ პირობას და ვითარებას, რომ ელემენტარულად ისედაც გაუსაძლის მდგომარეობაში ჯონჯოლზე გადასულ ადამიანს, რომ ციხეში აყურყუტებენ, ხო? და ძალიან მუდმივი საფრთხის წინაშე რო არიან, რო არ იციან სად იწყება და სად თავდება მათი ისე ვქია სახნავსათესი მიწა და მათი ყანა და მათი ისე ვქია ბაღი. ხო და შეიძლება ნებისმიერ დროს ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდე. იქ რომ სახელმწიფო მაგას არ ფიქრობს, ეს არის ძალიან დიდი გაურკვევლობა და ძალიან დიდი გაუგებრობა სახელმწიფოებრივ დონეზე. იმიტომ რომ თუ ამ ადამიანებს არ გაუჩენთ 1000 მაგათ სურვილს, რომ არ წამოვიდნენ იქიდან, რა გააჩერებთ ამათ იქ? თუ სეტყვა იქნება და ზარალი მიადგება და სახელმწიფო იგნორირებას გაუკეთებს. თუ კონკრეტული პრობლემების მოგვარების მიმართულებით არავინ ყურადღებას არ მიაქცევს. თუ მე ხარ ვიცი უამრავი კიდე დამატებითი პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ დგას, მაგალითად 2008 წლის ომიდან მოყოლებული, რომელიც არის უამრავი სახლის პრობლემა, ელემენტარული სახურავების, ფანჯრების, ჩაუსმელი ფანჯრების და უზარმაზარი პრობლემები. თუ ამ იქ ცხოვრებ ადამიანებს არ მიცემ გარკვეულ შეღავათეს, მაგალითად წლებია საუბარია იმაზე, რომ ესეთ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს ელემენტარული ის მაინც გაუკეთოთ, რომ ცოტა შეღავათიან რეჟიმში მათ აბიტურიენტებს უნივერსიტეტში და უმაღლესებში მოხვედრის საშუალება მივცეთ. ელემენტარული რამე, როგორც ვიცით, შეშის პრობლემაც არის, საზღვისპირა ზამთარში მუდმივი შეშის პრობლემა, მუდმივი ამ ადამიანებს არ აქვს საშუალება გადავიდნენ სხვადასხვა ტყეებში, იმიტომ რომ ელემენტარულად სიცოცხლისათვის სახიფათოა ესე. და შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდანაც აი რაღაცა ძალიან დიდი იშვიათობით გაელვებასავით რაღაც გამოვარდება რაღაცა ერთხელ ზამთარში შეიძლება რაღაც მცირე რაოდენობით შეშის დარიგება. წყლის სათაო ნაგებობების პრობლემა. ისე მოხდა რომ უამრავი სათაო ნაგებობა წყლის აღმოჩნდა კონფლიქტის ზონის იქეთა მხარეს. შესაბამისად იქიდან წამოსული წყლით ვეღარ მარაგდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვეღარ იწვება ელემენტარულად იქ აღარ მოედინება იქიდან. იმის ნებიათ რომ სახელმწიფომ გამოყოს კონკრეტული თანხები, ამდენი წელია მაგაზეა საუბარი. ყოფილი ხელისუფლების პირობებში და დღევანდელში, რომ შეიქმნას ახალი სათაო ნაგებობები, ახალი რეზერვუარები, რომელიც უკვე ჩვენს ქართული კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მიეწოდება ამ სოფლებს, რომ ელემენტარულად მოუწყონ ხო თავიანთი სავარგულები. წარმოიდგინეთ, ასეთ სიტუაციაში რა მოხდება? იქ სადაც გაუსაძლისი მდგომარეობაა, იქ ცხოვრება. მუდმივი საფრთხის და მუდმივი შიშის და მუდმივი გაუგებრობის მდგომარეობაში, ხო? და მეორე რომ არანაირი შეღავათი არ არის, ადგება ადამიანი და წამოვა. და რო წამოვა იქ რა მოხდება, როგორ ფიქრობთ? როდესაც საზღვრის პირა ტერიტორია, სოფლები დაცარიელდება უყურადღებობისგან და ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე როა დარჩენილი. ხო, ესენი არიან ბუნებრივი მესაზღვრეები იქ. იქ ცხოვრები ადამიანები არიან ბუნებრივი მესაზღვრეები და რომელთა წყალობითაც ნარჩუნდება ზოგადად ის ქართული ტერიტორია და ჩვენი იქ მარტო სახელმწიფოს და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი კი არ არის, ამ ადამიანების შენარჩუნებადია ის ყველაფერი. და ესენი თუ იქიდან წამოვლენ, ძალიან მარტივად ყოველგვარი ომის, ყოველგვარი სროლის, ყოველგვარი ტანკის და ზარბაზნის გარეშე აი ეს ცოცავ ანექსიას რო ეძახით, 10-ჯერ უფრო მეტი სისწრაფით მოხდება. ეს ადამიანები იქ თუ აღარ იქნებიან და ეს ტერიტორიები იქნება ცარიელი, მეწმუნეთ ძალიან მალე ეს ვქია მავთულხარტი იქნება გორთან. ისე რომ ამას ერთ ჩვენი დღეს გავიღვიძებ და ასე იქნება. თუ ეს ხალხი იქ არ შევინარჩუნებს. აი ამ პირობებში ამაზე ლაპარაკი, ამაზე ფიქრი, აი სახელმწიფოს მიდგომის, აი
ეს დიდი უზარმაზარი ხრელი, სრულიად გაუგებარი რამ არის. როგორ შეიძლება ამ ადამიანებს დაპირდე, რომ ეხა მე შენ მოგეხმარები და აგინაზაურებ ზარალს, მაგრამ ეს ყველაფერი გააკეთო მარტო იმიტომ, რომ ორ კვირაში არჩევნებია და არჩევნების მერე აღარც გაგახსენდეს, რომ ესეთი პირობებია მიცემული, იქ ძალიან ცუდად არის სახელმწიფოში საქმე, ესე იგი. ძალიან რთულად არის საქმე. ხო და აი ესეთ კრიტიკულ ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს რომ მიაგდებ ყურადღების გარეშე, წარმოსადგენია ეხა იქ სადაც ნაკლებად დგას ხო ესეთი საფრთხეები რაც ამ ადამიანების წინაშე, იქ როგორი იგნორირება და უყურადღებობის ბუმი ალბათ გაჩაღებული, ყველას კარგად გვესმის და მაგიტომაც არის რომ დღეს საქართველოში პესიმიზმის, ნიჰილიზმის, იმედგაცრუების და სასოწარკვეთის უზარმაზარი რეალობა გვაქვს. სრული კატასტროფა არის. აი განსაკუთრებით აი მას შემდეგ ეს ეკონომიკურმა კრიზისმა ისეთი ლახვარი ჩანს ზურგში თითოეულ ჩვენს მოქალაქეს როგორ ჩანს. ერთმნიშვნელოვნად ეს ასეც იქნებოდა ბუნებრივია, რომ აი თუ იყო იმედგაცრუება, თუნდაც დღევანდელი ხელისუფლების, დღეს გვაქვს სასოწარკვეთილება ხვალინდელი დღის მიმართებაში. რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას საერთოდ არათუ რაღაცა შიშები აქვს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, არამედ სასო აქვს წარკვეთილი იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ საერთოდ რა მოხდება და ფიზიკურად როგორ გადარჩება, ამაზე ამ კითხვებზე პასუხი აღარ აქვს საერთოდ არანაირად. და არის ძალიან მძიმე ვითარება. ასეთ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში ძალიან ბევრი ცუდი რამ შეიძლება მოხდეს. იმიტომ რომ იმედგაცრუება და სასოწარკვეთილება იწვევს ყოველთვის ძალიან უარყოფითი და სახელმწიფოებრივად არასასიამოვნო და სასურველი პროცესების განვითარებას, რაშიც ადამიანები ძალიან დიდი რაოდენობით ერთვებიან შემდეგ, იმიტომ რომ სხვა რამის იმედს ვეღარ ხედავენ, რაც არის ძალიან დიდი საშიშროების მატარებელი და ამიტომაც კიდევ ამბობ, აი ეს ტერიტორია, ის ზოლი, ის განსაკუთრებული პირობები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ხელისუფლების მხრიდან და ამაზე ლაპარაკი არც უნდა გვჭირდებოდეს დღეს, არც მე არ უნდა დამჭირდებოდა იქ ჩასვლა იმ შარშან ნოემბერში, არც ზურასაც არ უნდა დაჭირებოდა ამ თემაზე ჩემთან ინფორმაციის მოტანა და ამ ადამიანებსაც არ უნდა დაჭირებოდათ ზოგადად ამ საკითხზე საუბარი. იმდენად აუცილებლად უნდა მოგვარებულიყო ეს ყველაფერი. და ეხლა ჩვენ რო გავყვეთ ეხლა რაოდენ დიდ პრობლემებს აწყდებიან ისინი ზოგადად თუნდაც იგივე იმ მოსავლის ჩაბარების დროს თუ როცა არის მოსავალი. ეს კიდე წარმოგიდგენთ ძალიან შორს წაგვიყვანს უკვე იმ მიმართულებით აქაც უზარმაზარი პრობლემებია და ძალიან დიდი სირთულეები და რეალურად ვთქვათ ამ ყველაფრის გამოსწორების გარეშე და ამიტომ დიდი მადლობა თქვენ რომ აი ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რომ პირდაპირ ეთერით იქნებ გავაგებინოთ და მივაწვდინოთ ეხა ელემენტარულად ხელისუფლებას ხმა რომელიც ძირითადად დაკავებულია იმით რომ ყველას ემალება რატომღაც დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება ემალება ყველას პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალებს ემალება, პარლამენტს გარეთ მყოფ პოლიტიკურ ძალებს ემალება, არ ესაუბრება არც ერთ თემაზე, დებატებზე ხო ზედმეტია ლაპარაკი, დენივით ეშინია დებატების და გაურბიან თითქოს პარლამენტში სხვა რამით უნდა იყოს დაკავებული დეპუტატი გარდა დებატებით და გარდა კამათით და მსჯელობით და პოლიტიკური ასე ვთქვათ პაექრობით ხომ? არა, ამასაც ყველანაირად გაურბიან. ამდენი თვე არის ვესაუბრები მთელი არასაპარლამენტო პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ გამოვიყვანოთ ამ ჩირგვებიდან ხელისუფლება საარჩევნო სისტემაზე ვასაუბროთ, იმალებიან ამ თემაზეც. აგერ ამდენი ხანი ეს ადამიანები ეხვეწებიან, შეუთვალეს, წერილი გაუგზავნეს, რო დახვპირდით თქვენ კაი ხალხო, მოდით ეხა შეგვისრულეთ, ის დანაპირებიო, ამათაც კი ემალებიან. საოცარი ვითარება გვაქვს. ჩვენ გვაქვს ხელისუფლება, რომელიც მთელ ქვეყანას და ყველა მის წევრს ეთამაშება კუკუდამალობანას აგერ უკვე მეორე წელიწადია. ბატონ გიორგი, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით სწორედ იქითკენ იყო მიმართული, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უნდა დახმარებოდნენ ამ ადამიანებს. რატომ არ არის მაშინ რეაგირება იმათი? აბსოლუტურად გეთანხმებით. ის რომ ყველა მუნიციპალიტეტში მერი და გამგებელი თვითმმართველ ქალაქში და მუნიციპალიტეტში გამგებლები უნდა აგვერჩია და ავირჩიეთ კიდევაც არსი და აზრი იყო სწორედ ამ მიმართულებით, რომ ის ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ის გამგებლები უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებელნი თავიანთი ამორჩევლის მიმართ და შესაბამისად ლოგიკიდან გამომდინარე ამ ადამიანებმა რო აირჩიეს ის გამგებელი არ უნდა გაურბოდეთ ამ ადამიანებს და უნდა იცოდეს იმ გამგებელმა რომ შემდეგ არჩევნებზე ხო არავითარ შემთხვევაში ეს 22 სოფელი ხმას არ მიცემს მას მაგრამ სამწუხაროდ დღეს არის ვითარება ჯერ კიდევ შორს ვართ იმ რეალური თვითმმართველობისაგან და გარკვეულწილად იმ ამ დემოკრატიული ინსტიტუტისაგან რასაც თვითმმართველობაში ხალხის მიერ არჩეული გამგებლის პასუხისმგებლობა ქვია გარკვეულწილად იმიტომ რომ ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა რომ ის არის არადანიშნული არამედ არჩეული
ჯერ კიდე მისი სახე მიბრუნებული არის არა ამ ადამიანების მიმართ, არამედ ისევ მიბრუნებულია პრემიერ-მინისტრის მიმართულებით. თორე ხა გუშინში პრემიერ-მინისტრმა გამოუცხადა, კაცო, თქვენ თუ არ დაგვიჯერებთ ჩვენო, დახსნით უყოლას მაკიდანო. კი გამიკვირდა მთავრობის ხარ პრემიერ-მინისტრს მაინც ხომ უნდა იწოდეს ეს ხალხი პირდაპირ წესით არის გამგები, მაგრამ ამაზე ჩვენ წი ადგილობრივი არჩევნების წინ საუბრობდით ძალიან ბევრს. ისეთი მექანიზმები ჩადო ხელისუფლებამ სწორედ აი ამ მერებისა და გამგებლების იმპიჩმენტის პერსპექტივის თვალსაჩინით, რომ მათ იქიდან გათავისუფლება ძალიან მარტივია. ძალიან იოლი არის თუნდაც არჩეული მერის გაგდება თავისი თანამდებობიდან და ჩვენ ამ სტუდიაში ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე, განსაკუთრებით საუბრობთ ადგილობრივ არჩევნებამდე. იმ მერემაც ძალიან კარგად იცოდა იმ გამგებელმაც, რომ უმჯობესია ღარიბაშვილს უსმინოს და პრემიერ-მინისტრს და მთავრობას და ქართული ოცნებიდან წამოსულ 1000-ნაირ მოსაზრებას და ეცადოს მის გათვალისწინებას, ვიდრე ამ ადამიანების მოსაზრების გათვალისწინებას, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო თუ იქ არ მოეწონებათ, იმპიჩმენტის პროცედურა ძალიან მარტივია და მისი გადაყენება და მისი ესე ვთქვათ გაშვება თანამდებობიდან არჩეული მერისაც კი სამწუხაროდ არის იოლი და ეს დაამტკიცა კიდევაც პრემიერ-მინისტრმა, როდესაც დაიწყო თითების ქნება, რომ თორმე იქ თუ არ აითვისებთ თანხებს, გახხრით უყოლას მაგ თანამდებობებიდან. ამას რო არჩეულ გამგებლებს ეტყვი, ეს იმას ნიშნავს, რომ არავითარი არჩევითები ისინი არ არიან და არავითარი არჩევითობა ჩვენს ქვეყანაში არ ფარსია ეს ყველაფერი. უბრალოდ ტექნიკურად, კანონით ავირჩიეთ, მაგრამ რაც უნდა მოყვეს ამ არჩევითობას, ის აბსოლუტურად ნიველირებული და იგნორირებულია. ის ისევ დამოკიდებულია და ფეხები უცახცახებს პრემიერ-მინისტრის დანახვაზე და მისი განცხადების მოსმენაზე და არა იმაზე, რომ ამ ადამიანებთან მიცემული პირობა არ შეასრულა. ამაზე საერთოდ არ ნერვიულობს როგორც ეთყობა და იმიტომ რომ იცის რომ ამის გამო მას არავინ არ დაждის. და ბოლო-ბოლო ახლა 4 წლის მერე ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონიო, რა თქმა უნდა. და შესაბამისად დღეს ურჩევნიათ ხოლმე გული მოიგონ თავიანთი ზედა ბოსების და არა ამ ადამიანების, რაც სრულიად აბსურდია. რეკლამის დრო ჩვენს ეთერში რეკლამის შემდეგ განვაგრძობ საუბარს მაყურებელს შევახსენებთ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობა გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას, არ გადაართო ჩვენ სულ მალე დავბრუნდებით ეთერში. მე ვარ ბოშა. 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 მინდა ვიყო დაცული ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან. მივიღო განათლება. გქონდეს სოციალური პირობები. დაგვიცავით. ერთად დავდგეთ ბოშა ქალთა დასაცავად. 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 18 წლის ახალგაზრდას აქვს ცერებრალური დამბლა, გონებრივი განვითარების მკვეთრი ჩამორჩენა. ეს საჭიროება ხანგრძლივი მკურნალობა, რისი საშუალებაც მის ოჯახს არ გააჩნია. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დარეკოთ ნომერზე 0901 200 103. ზარის ღირებულებაა 1 ლარი. სახელმწიფო ვალდებულია ყველა ბავშვს მისცეს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა. კავშირი ბავშვი ოჯახი საზოგადოება ახორციელებს ახალ პროექტს კითხვა უკეთესი მომავლისთვის, რომლის მიზანია სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე იმ ბავშვების აღმოჩენა, რომლებიც ვერ ღებულობენ შესაბამის საშუალო განათლებას. დაგვეხმარეთ ხელოვნური ბარიერების გადალახვაში. თუ გაქვთ ინფორმაცია მსგავს ბავშვებზე, აუცილებლად დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომრებზე. რუისურბნისის ეპარქიაში, სოფელ ღოღეთში, სადაც საუკუნეზე მეტია წირვა-ლოცვა არ ჩატარებულა, ღვთისწყალობით, მეუფე იობის ლოცვა კურთხევით და კეთილი ხალხის დახმარებით მიმდინარეობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა. შეიტანეთ წვლილი ამ კეთილ საქმეში. თქვენს მიერ გაღებული 1 ლარით კიდევ ერთი აგური დაიდება თქვენი ოჯახის სახელზე. დარეკეთ მაგთიდან, ჯეოსელიდან, ბილაინიდან, სილქნეტიდან და ახალი ქსელებიდან ნომერზე 0901 08 08 04. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ყურადღება, კარგად დაფიქრდით და გვიპასუხეთ. ჩატარებული გაქვთ თუ არა წითელა საწინააღმდეგო აცრა. ზუსტი პასუხი არ გაქვთ. ესე იგი თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. სწორედ ამიტომ თქვენმა პატარამაც ჩაიტარეთ აცრა და დაიცავით საკუთარი სიცოცხლე. აცერით და დაიცავით. თითოეულ ამ შემთხვევაში არსებობს ვირუსული მენინგიტით დაინფიცირების ალბათობა.
გადაცემის გზა, ჭუჭყიანი ხელები, გამოსავალი ხელების სისტემატიური დაბანა, აგრეთვე სველი წესით დასუფთავება, დაიბანა ხელი, შეაჩერე ინფექცია. მათ არ შესწევთ თავდაცვის უნარი, მათ არ ყავდათ დედები, მათთვის ყალბი საბუთები გაიცა რეესტრიდან. ისინი უკანონოდ გაიყვანეს ქვეყნიდან. 354 პრიმამური, ჩვილების საქმე. ამ საქმეში არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ კონკრეტული პირების დანაშაულებრივ ქმედებაზე. ბავშვების ქვეყნიდან გაყვანას ადასტურებს საზღვარი, მათი საბუთების გაყალბება უკვე 1 წლის გამოძიებულია. დამნაშავეები არ დაჭირვა. საფრთხის ქვეშ კიდევ ბევრი ბავშვია. კანონი კვლავ არ არის ყველასთვის ერთი. 28 წლის მარიამ მეკოკიშვილს, რომელიც დაავადებულია ბულემიით, ანოფსიით, იწონის 26 კილოგრამს და ასევე აქვს მენჯბარძაღის ჩაშლა, ესაჭიროება ეტლი და მკურნალობის თანხა, რისი საშუალებაც მის ოჯახს არ გააჩნია. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დარეკოთ მაგთის, ჯეოსელის, ბილაინის და სილქნეტის ტელეფონებიდან ნომერზე 0901 200 103. ზარისხირებულებაა 1 ლარი. თავისუფალი ტრიბუნა კვლავ პირდაპირ ეთერში ამას შეგასცემთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას და ჩვენი სტუმრები არიან. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი, გორის საკრებულოს წევრი ზურაბ როსებაშვილი, ასევე დარბაზში ჩვენ გვესწრებიან გორის რაიონის სოფელ რეხას მკვიდრები ბეჟან მეზვრიშვილი და სპირიდონ მესტუმრიშვილი. ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში ვსაუბრობდით იმ პრობლემებზე, რომლებიც სტიქია მოიტანა თქვენ სოფელში, გარდა ამისა, როგორც ვიცით, კიდევ არის რამდენიმე პრობლემა, რომელიც თქვენ გაწუხებთ. მოდით ესეც გავაჟღეროთ და გავაცნოთ საზოგადოებას. რა პრობლემების წინაშე დგახართ კიდევ? მოგახსენებთ ორიოდე სიტყვით თელის დამთარი. წყალი, სარწყავი წყალი მოდიოდა სპეციალური ბასეინია, ერთი თვია დაწყდა წყალი, უნდა კანაო გავწმინდოთო. ასე მოგვახსენეს. და ეხლა იმ მდგომარეობაშია სოფლის ტერიტორიის დაახლოებით 80%, რომელიც სასწრაფოდ მორწყვას საჭიროებს. აი ეხლა საგაზაფხულო რწყები უნდა დაიწყოს, წამლობა რო დაიწყოს, წყალი რომ მიხვიდე ტრაქტორით და წყალი აიღო კანაოდან, ის არ არის და მთელი სოფელი ძალიან დიდი ბოდიში დაბინძურებულია, რომ ის ნარეცხი წყალი ისა და ვერ გაივლის საქონელმა, რომ წყალი დალიოს, სოფელში წყალი აღარ არის. თუ გასაწმენდია და თუ გასაკეთებელია, დროზე გაკეთდეს, რომ სოფელმაც ამოისუნთქოს, არა და მთელი ზამთარი გვალვა იყო და მორწვა აუცილებელია. ეს ერთი და მეორე, როცა სოფლის განვითარების პროგრამით სოფელში გადაწყდა, რომ დამონტაჟებული იყო ქუჩის განათება, გაკეთდა, ძირითადი გაკეთდა, მაგრამ რა მოუხდათ და ბოძების რაოდენობა ვერ დათვალეს და 1-2-3 უბანი დარჩენილია ღამის განათების გარეშე. აი თუ ამას მიხედავს ადგილობრივი მთავრობა და ადგილობრივი ხელმძღვანელობა, თხოვნა არის ეს როგორც ჩვენი პირადული, ასევე სოფლის მოსახლეობისა. როდესაც ვაპირებდი წამოსვლას მე სტუდიაში, იქ შევხვდი სოფლის მოსახლეობას და ეს მათი აზრია და არა მარტო ჩემი პირადული. თუ მიიტანენ გულთან აი ამ სარწყავი სისტემის და ქუჩის განათების მოგვარებას, ძალიან წინასწარ დიდ მადლობას ვუხდით ყველას. გზების მხრივ რა მდგომარეობა არის თქვენთან? კეთდება თუ არა რა? დიდი პრობლემები არ აქვს და შიდა გზებია მოსახლეში. ახლა გასულ წელშიც ჩატარდა ეს მოხეშვები და ისინი დიდი პრობლემები არ აქვს გზებთან. ცენტრალური გზები მაინც ცენტრალური ბიუჯეტის თანხებით კეთდება და უფრო პროგრამულად ყურადღება ექცევა. შიდა გზები ყოველთვის ყოველგან პრობლემა არის, იმიტომ რომ შიდა გზების მოწესრიგებაც ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ და ეს მანკიერი პრაქტიკა გააგრძელა ახლანდელმაც მიაბეს აი ეს სოფლის განვითარების პროგრამას, რომელშიც თანხები არის ძალიან ცოტა. სულ წარმოიდგინეთ 50 მილიონი ლარი არის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოყოფილი. მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს არის სოფლის განვითარების პროგრამა, კონკრეტული სოფელი იღებს კონკრეტულ თანხას, გათვალისწინებით მისი მოსახლეობის რაოდენობით, ხო, რაც უფრო დიდია სოფელი, ცოტა თანხა მეტია, მაგრამ დღეს საქართველოში ჩვენ დაახლოებით 4000-მდე სოფელი გვაქვს საშუალოდ. და რომ გადავანაწილოთ ის სხვადასხვა მოსახლეობის მაჩვენებლებით 50 მილიონი რომ გავყოთ, საკმაოდ სასაცილო თანხები გამოდის. გამოდის რომ ზოგიერთ სოფელს ეძლევა მაგალითად 15000 ლარი, 30000 ლარი. კი, მე ვეთანხმები რომ აზრს რომ ეს არაფერს ნამდვილად ჯობია.
რამდენად საკმარისია. კი და შევიცი ხა შეგვიძლია ვთქვა რომ ეს ძალიან 20 მილიონი იყოს თავიდან და პარლამენტში ყოფნისთვის მე მოვახერხე ჩვენმა გუნდმა რომ აგვეწია 50 მილიონამდე თუმცა ჩვენ ვითხოვით 100 მილიონს მაგრამ მაშინ მეტი არ მოხერხდა რეალურად რომ ვთქვა ნამდვილად არ შეიძლება შიდა გზების მოწესრიგების პრობლემა და ასე ვთქვა სურგზე ავკიდოთ სწორედ ამ სოფლის განვითარების პროგრამას რომელშიც შეუძლია 30000 ლარად რომელი გზა უნდა მოწესრიგდეს ხო ვერ მეტყვით ხო და ამიტომაც აი ახსენა კიდევაც ბატონმა ყველაფერი დასული არის მოხრეშვამდე მხოლოდ მოხრეშვამდე და ყველას კარგად გვესვის რომ მოხრეშვა არის ძალიან ისეთი სასაცილო მდგომარეობა იმიტომ რომ ხალხი გადაყრილი ფულია იმიტომ რომ როგორც ხო ზაფხულში მოიხრეშება საუკეთესო ვარიანტში მოხრეშავენ რაღაც ამა თუ იმ სოფლის გზას შემოდგომაზე მოვაწვიმა და ის შემოდგომამდე თუ მიაღწია ხო და სადღაც ერთ თვეში უკვე ის მოხრეშილი აღარც მოხრეშილი აღარ არის და აღარაფერი აღარ არის ხო ვინ თulis რამდენი და იყრება უზარმაზარი რაოდენობის თანხა ამიტომ ყველას ჯობია რომ აქ მაგაზეც გქონდა ძალიან ბევრი საუბარი რომ ანუ მოხრეშვა როგორც ასეთი არ შევიდეს სოფლის განვითარების პროგრამაში და ესე ცენტრალურმა ბიუჯეტმა აიღოს თავის თავზე არა მოხრეშვა არამედ კაპიტალური გზის გაკეთება სადაც მოხდება სანიაღური არხის გაჭრა სადაც მოხდება სპეციალური დრენაჟირება მიწის ამ გზის მონაკვეთის სადაც წყალი აღარ ჩადგება მიწის საგზაო გზის საფარის ქვეშ და მოხერხდება და გაკეთდება კაპიტალური გზა რომელიც თქვა რამდენიმე წელი ან საუკეთესო შემთხვევაში 10 წელი იფუნქციონირებს და მოხრეშილი გზა ეს არის წარმოიდგინეთ 50 მილიონიდან დაახლოებით ასე 40 მილიონი საბოლოო ჯამში ჩვენ რამდენიმე კვლევა ჩავატარეთ ამასთან დაკავშირებით მიდის სწორედ მოხრეშვაზე ანუ წელიწადში 40 მილიონს ჩვენ ერთთვიან რაღაცა მოხრეშვას ვაკეთებთ 40 მილიონი და შემდეგ ეს ერთი თვის შემდეგ უკვე ეს ხალხს ვატანთ ამ თანხას. მაყურებელი დაგვიკავშირდა მას სურს ჩართო ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, საღამოშიდური. მოგესალმებით, გისმენთ. მე შეიძლება არ მქონდეს ახლა ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით, რაზეც თქვენ საუბრობთ, ამიტომ ამისთვის ბოდიში მინდა გითხრათ. ბატონო გიორგი, თქვენთან მექნება ესეთი პოლიტიკური შეკითხვა. როგორც იცით 21-ში ნაციონალები მიტინგს ამზადებენ რომელიც მაქნას მშვიდობიანად დამთავრდეს მაგრამ თუ გამოჩნდა რომ მათი ნაბიჯები არის არაკონსტრუქციული და კონსტიტუციის შეუსაბამო და მე ვფიქრობ ჩემი ქვეყნისთვის ძალიან არასასურველი თქვენი პარტია რომელიც ნაწილობრივ იმედიც მაქვს რას გააკეთებს თქვა ამ შემთხვევაში თუ გაქვთ უკვე ეს გეგმა მოფიქრებული რომ ეს კონსტიტუცია რომლის დარღვევასაც სავარაუდოდ ან შესაძლებელი არის თუ არა ეგ არავინ არ იცის ამის დარღვევას გადადგავენ ამ დარღვევისკენ ნაბის რა კონტრაბიჯი იქნება ეს თქვენი მხრიდან როგორ იქნება ამ კონსტიტუციის და ქვეყნის დაცვის ნაბიჯები და პირადად ჩემი მოქალაქის უფლების დაცვა რომ მე მინდა არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა და აი ვიღაცა ამას არანებებს და რევოლუციით აპირებს მოსვლას. თქვენ რას იზამთ როგორც პოლიტიკური პარტია? აი ეს რამის მოსმენა მინდა თქვენგან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო. ეს საჭიროა ხედვა ჩამოაყალიბა მაყურებელმა ერთმნიშვნელოვნად, იმიტომ რომ ეს განცდა და ეს განწყობა, რომელიც მაყურებელმა ახლა გააჟღერა, ძალიან აქტუალურია და ძალიან ისეთი მასობრივია დღეს საზოგადოებაში. მან კიდევ არ გამოხატა ის ძალიან დიდი აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში იქამდე მივედით და პირდაპირ პროპორციულად ხელისუფლების ძალიან დიდი უუნარობისა და უსუსურობის წყალობით მივედით იქამდე, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც ყველამ ერთად გავაგზავნეთ პოლიტიკურ სანაგვეზე, ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობ და მიუჩინეთ იქ 2012 წლის 1 ოქტომბერს ადგილი, ალეგორიულად რომ ვთქვათ, რეანიმაციაში მოხვდა 1 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობა, პულსი არ ესინჯებოდა და ისეთები ჩაატარა ქართულმა ოცნებამ, ისეთები გაუკეთა დაწყებული ხელოვნური სუნთქვით და გაგრძელებული კოჰაბიტაციით და წელში გამართვით და არიქა ყველანაირი გადარჩენის საშუალებით, რომ დღეს არათუ გამოვიდნენ ისინი რეანიმაციიდან, არათუ თავხედობა დაიბრუნეს, არათუ ამ დანაშაულებრივმა კილერების პარტიამ არამედ ეხლა იმ დონეზე გათავხედდნენ მაბატიეთ ამ სიტყვაზე რომ დღეს გვეუბნებიან რომ არავითარი საპარლამენტო არჩევნები მათ არ სჭირდებათ იმისათვის რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ
და სააკაშვილი, რომელიც კიდე გვემუქრება იქიდან უკრაინიდან, სწორედ მაგას გვემუქრება, რომ ის მოვა ხელისუფლებაში, ისე რომ საერთოდ არ ჭირდება მისათვის არჩევნები. და იქამდე გავიდა თავხედობა ეს ადამიანები, ვინც დღეს ნაციონალური მოძრაობის სახელით დღეს დარბიან და მიტინგების ორგანიზებას ცდილობენ, ეს ადამიანები, ზონდერ ბრიგადები 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გარეთ ვერ გამოდიოდნენ. გარეთ ვერ გამოდიოდნენ, იმიტომ რომ ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ სამართლიანობის აღდგენის გარდაუვალ პროცესს ისინი ვერ გადაურჩებოდნენ. ვისაც ფული ჰქონდა დაგროვილი ამ 9 წლის განმავლობაში, იმათ მას სასწრაფოდ მოცოცხლეს საქართველოსდან, ისე რომ უკან არ გამოუხედავთ, მაგრამ ყველამ ვერ მოახერხა ახლა თანხების მობილიზება და ბევრს მოუწია დარჩენა საქართველოში. ისინი გარეთ ვერ გამოდიოდნენ და თავს ვერ ყოფდნენ იმის შიშით, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მათ აუცილებლად შეეხებოდათ, მაგრამ ხო ხედავთ, არავის არაფერი არ შეეხო საბოლოო ჯამში, ისინი გათავხედნენ და დღეს გვეუბნებიან, რომ აქ მიტინგებს ჩაგვიტარებენ, აქციებს მოგვიწყობენ. მე პირდაპირ გეტყვით, ეს არის ის პოლიტიკური ძალა, მე დიდი იმედი მაქვს და ჯერჯერობით ვერანაირ პერსპექტივას 0.1%-საც კი ვერ ხედავ იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის რაღაცა თუნდაც ის რაღაცა იდეური მხარდამჭერები რაღაც ისეთ ზღვარს აღწევდნენ, რომ მათ შეეძლოთ რაიმე საფრთხის შემცველი ნაბიჯის გადადგმა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ პარტიის ბუნება სწორედ ამ საფრთხის შემცველი ნაბიჯების გადადგმის კენაა მიმართული. და ეს არაერთხელ მithქვამს ბოლო 10 წლის განმავლობაში და ეხლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე რადიკალური და ყველაზე საფრთხის შემცველი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი საფრთხის მოტანა ქვეყნისთვის. მაგრამ დღესდღეობით მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და ვგრძნობ ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე საქართველოში, რომ მათ არ აქვთ იმის ძალა და რესურსი, რომელიც გარკვეულწილად ამ საფრთხის შემქმნელი იქნება. თუმცა მე პირდაპირ კონკრეტულად პასუხი მინდა გავცე ახლა ადამიანს ჩვენს მაყურებელს, რომელმაც ეს კითხვა დასვა. დღევანდელი ხელისუფლების უსუსურობა და სრული უძლურება გარკვეულწილად პრევენციულ დონეზე მაინც თავიდან აიცილოს შესაძლო საფრთხეები. ჩვენ ეს 2 წლის განმავლობაში ვერ ვნახეთ ჯერჯერობით. პირიქით, რაღაც თავიანთი უსუსურობი და თავიანთი არასწორი ქმედები და გაუთვლელი შიშებით, რაღაც პირიქით ხელს უწყობენ ხოლმე ესეთ პროცესებს. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა დღეს ნამდვილად არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურად რომ ვთქვათ, ერთადერთია, რომელსაც შეუძლია ნამდვილი წინააღმდეგობა და წინააღმდეგეს რეალურად იმ საფრთხებს, რომელიც შეიძლება ნაციონალური მოძრაობიდან მოდიოდეს. იმიტომ რომ სწორედ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც დეკლარირებული აქვს ყველაზე ღიად სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობის თემა და ამასთან მიმართებაში უამრავი ნაბიჯიც აქვს გადადგმული. შესაბამისად და სამართლიანობის აღდგენა უპირველეს ყოვლისა არის იმ ადამიანების დასჯა, რომელმაც უზარმაზარი დანაშაულებები ჩაიდინეს ჩვენს ქვეყანაში. და თუ არ მოხდება დასჯა იმ ადამიანებისა, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, მერწმუნეთ ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი რაც შეიძლება ქვეყანაში დამკვიდრდეს სინდრომი, ეს არის დაუსჯელობის სინდრომი. დაუსჯელობის სინდრომი 1000-ჯერ უფრო საშიში რამ არის, ვიდრე ნებისმიერი ეკონომიკური კრიზისი. იმიტომ რომ დაუსჯელობის სინდრომი ეს არის საზოგადოების პრაქტიკულად დანგრევის და განადგურების წინაპირობა. და ამ 9 წლის განმავლობაში დაუსჯელობის სინდრომა სადამდე მიგვიყვანა კი დავინახეთ. აქედან გამომდინარე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა მზად არის საჭიროების შემთხვევაში რეალურად, კედლად აღუდგეს იმ პერსპექტივას, რასაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება ჰქვია. როგორი ფორმით გახდება ეს საჭირო? ამას ალბათ ყველანი ერთად დავინახავთ და უკან დამხევები არაფერზე რო არა ვართ, ამაში მინდა დაგვერწყმუნოთ. კიდევ ერთი მაყურებელი ყავს ხაზზე, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. მოგესალმებით გისმენთ. ჭამისიდან. ეს არის თბილისიდან 7 კილომეტრში. ყოფილი ემედეს დაჩები. ეს არ არის ის ტერიტორია, რომ ვერ მიწოდეს რაიმე ინფორმაცია, მაგრამ საერთოდ ღვთისგან და კაცისგან არის დავიწყებული ყველაფერი. სასოფლო-სამეურნეო ბარათები, რომლებიც დაგვირიგდა, ხო? ყოველ მოსახლეზე. ესა სასაცილო. რა უნდა დავრგათ, რა უნდა დავთესოთ. არაწყლის პრობლემა წყდება და ვერ გადაწყდა. ეს არის წარმოუდგენლად კატასტროფა. თბილისიდან 7 კილომეტრში წყლის გამო ყოველ ზაფხულს ხოცავს მეზობლები ერთმანეთს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. არანაირი დაფინანსება, რის სოფლის მეურნეობის პროგრამა, რა პროგრამაზეა საუბარი, როდესაც ელემენტარული რამ გზა არ გვაქვს, და სოფელში
სკოლაში ბავშვი წავიყვანოთ ისე რომ ტალახში ამოსვლილი წყლიანი ტალახიანი ფეხებით არ მივიდეს შევიდეს საკუთარ რა ქვია სოფელს უკაცრავად გადაგდება ყველასი და ყველაფრის და ძალიან გთხოვთ თუ შეიძლება თბილისიდან არ 7 კილომეტრს არა მაგდანდით ხალხს უკვე აღარ მაქვს არც ნაციონალებზე არც ოცნებაზე საუბარი საერთოდ არავის არ ახსოვს ადამიანს მოსახლე საერთოდ არ გახსოვთ მარტო არჩევნებზე დიდი მადლობა ერთ მნიშვნელოვანია მესმის აბსოლუტურად ამ ადამიანის ქალბატონის ესეთი გულისტკივილი ძალიან რთული როდესაც იმედგაცრუების და მართლა სასოწარკვეთილობაზე ვლაპარაკობდით და ეს ყველაზე დიდი საშიშროების მატარებელია ზოგადად როდესაც ადამიანები აქ ასეთ მდგომარეობამდე მივლენ და ყველაზე მტკივნეული ეს არის რომ ამ ხელა უზარმაზარი მოლოდინის და უზარმაზარი იმედის რომ ეს რეალურად ეს პრობლემები მოგვარდებოდა და ყველაზე მტკივნეული სწორედ ეს იმედგაცრუება არის. აი ამ იმედგაცრუების შემდეგ იწყება საზოგადოებაში ეტაპი, რომელსაც უკვე საზოგადოების გაბრაზება ქვია. და გაბრაზებულ საზოგადოებას მეტყველე ძალიან ბევრი რამ შეუძლია და ნუ იფიქრებს, ნუ რავი, რომელიმე ხელისუფალი რომ რომელიმე 5 მილიარდია, რომელიმე სახელმწიფო რესურსი უშველის მას, როდესაც საზოგადოება ძალიან გაბრაზდება და ეს საზოგადოება დღეს საქართველოში არის ძალიან მწვავე გაბრაზების პირას მისული. იმიტომ რომ ეს უკვე აღარ არის მხოლოდ იმედგაცრუება. იმედგაცრუებაზე უფრო საუბრობდით აი წინა ადგილობრივ არჩევნების დროს, როდესაც სულ 37% მოსახლეობისა მივიდა ამომრჩევლებისა მივიდა არჩევნებზე. ხო, ასეთი დაბალი მაჩვენებელი მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში დამოუკიდებელ საქართველოში. შესაბამისად სიტუაცია შეიქმნა ისეთი, რომ აი იმედგაცრუებამ საზოგადოებას ჩამოაშვებინა ხელები და ათქმევინა, რომ თავი დაგვანებეთ, ყველანი ერთნაირები ხართ და ასე შემდეგ, ხო? და არაფრის იმედი არ უნდა მქონდეს და მით უმეტეს არ მივალ არჩევნებს. დღეს უკვე 1 წელი გავიდა პრაქტიკულად მას შემდეგ თითქმის უკვე არ ადგილობრივი არჩევნების და ეს იმედგაცრუება გადადის ძალიან საშიშ გაბრაზებაში. რომელიც ძალიან თავისთავად ძალიან საშიშია, რომ გაბრაზებული ადამიანი ნაკლებად არის კონტროლირებადი. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი რაღაცა ისეთ პროცესში არ გადაიღრება, რომელიც არ იქნება კონტროლირებადი. ძალიან სასაცილოა ესეთი მდგომარეობა, როდესაც გეუბნებიან, რომ სოფლის განვითარებისთვის, სოფლის მეურნეობისათვის არჩევნების გამარჯვების შემთხვევაში $1 მილიარდ დავხარჯავთ. გახსოვთ ალბათ, რომ ქართული ოცნება გვიმტკიცებდა, რომ სოფლის მეურნეობაში $1 მილიარდი დაიხარჯებოდა. მე მახსოვს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, როგორი მარათონი იყო გამოცხადებული სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით, ვინ რა დაპირებას გასცემდა. $1 მილიარდზე მეტი ვერავინ ვერ გაბედა იმის თქვა, იმიტომ რომ ჩვენი სოფელი უბრალოდ $1 მილიარდი ამთვისებელიც ძლივს არის. მაგასაც ძალიან დიდი ნიჭი უნდა და ძალიან დიდი პროფესიონალიზმი, რომ დღეს აი ესე დაქცეულ მდგომარეობაში მყოფ სოფლის მეურნეობას $1 მილიარდი წელიწადში ბიუჯეტიდან აათვისებინო ელემენტარულად, ხო? და ოდესაც ახლა ქართულმა ოცნებამ $1 მილიარდი გამოგვიცხადა, ну ჯერ პირველი კითხვა თქო უნდა დავსვით, რომ საიდან ეს $1 მილიარდი გითხრეს პირადი ფონდებიდანო. ну აქვს ახლა კაცეს რამდენიმე მილიარდი და კი ბატონო ახლა თუ ის ახლა ამას მოახმარს ქვეყანას, ვინო ხერი იტყოდა მაგაზე ვარს. მაგრამ საბოლოო ჯამში დავედით სადამდე. რომ აი ეს ვაუჩერები ახსენა ქალბატონმა, პირველი ვაუჩერები ალბათ გახსოვთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაზე იყო გამოყოფილი, საბოლოო ჯამში დაიხარჯა $180 მილიონი. ამ $180 მილიონმა ლარმაც კი რაღაც ძალიან ისეთი ბევრი პოზიტიური ეკონომიკური პროცესი გამოიწვია სოფელში, მაგრამ ეს ძალიან შორს იყო $1 მილიარდისგან, ხო? აქედან გამომდინარე საზოგადოებამ დაინახა, რომ ყველაფერი არის კოსმეტიკური, ყველაფერი არის უბრალოდ საარჩევნოდ დაპირებული და მეტი არაფერი. ამან გამოიწვია იგნორირება და გამოიწვია აგრესია. მოდით შევაჯამოთ დღევანდელი ეთერი და ესეთი კითხვა ჩნდება, მაშინ აი ამ ადამიანებმა რა უნდა გააკეთონ, რის იმედზე უნდა იყვნენ აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ დღეს. მე ძალიან გამიჭირდება ამ ადამიანებს უთხრა ის, რომ იცით რა, მოდით ქართული ოცნების და ხელისუფლების იმედად იყავითქო. ისინი იყვნენ ამ ხელისუფლების იმედად და იმ იმედად, რომ ისინი შეასრულებდნენ თავიანთ დაპირებას. მაგრამ სწორედ იმიტომაც არიან დღეს აქ, რომ სამწუხაროდ 1 წელიწადია ეს დაპირება არის დარჩენილი. მე არ ვიცი, მე ხელისუფლების მიმართებაში რანაირად გქონდეთ იმედი, ენა ვერ მომიბრუნდება, რომ ამის იმედი მივცე უბრალოდ. რომ ძალიან დიდწილად ალბათ ისევ გააცრუებენ ამ იმედს. აქედან გამომდინარე მე ყველას შემიძლია მხოლოდ ერთი რამ უთხრა. დღეს უამრავი პოლიტიკური ორგანიზაცია, უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, უამრავი ექსპერტი და საზოგადოებაში დაფასებული ადამიანი დღეს გაერთიანდა იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად. როგორც კი შევცვლით ამ საარჩევნო სისტემას, თუნდაც მეორე დღეს ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები.
აი ვადამდელ არჩევნებზე თუ ვადიანი იქნება თუ ვადამდელი იქნება ეს არჩევნები აი მანდ უკვე აღარ უნდა დავზოგოთ არავითარ შემთხვევაში პირველ რიგში საკუთარი თავი არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს იმის უფლება რომ არ გავაკეთოთ არჩევანი არ გადავწყვიტოთ და არ ჩამოვყალიბდეთ და პრინციპულად არ მივიღოთ გაწყვეტილება რა ჯობია ჩვენი ქვეყნისათვის. მოკლედ რომ თქვა, სახში არ უნდა დავჭერთ და აი იქ უნდა შევცვალოთ რეალობა, ძალიან სერიოზულად. სხვანაირად, ხო, მე ძალიან არ მინდა რომ ჩემს ქვეყანაში რამე ვითარება შეიცვალოს. თუმცა დღევანდელ ხელისუფლებას რო უყურებ და მის არამდგრადობას არც ის გამიკვირდება თუ 2016 წლის ნოემბრამდე უბრალოდ ასეთი ფორმატით ამ ხელისუფლების პირობებში უბრალოდ ვერ მივახციოთ. მადლობას გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის და წარმატებას გისურვებთ მაყურებელ შევახსენებ რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობოდა გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას ჩვენი სტუმრები იყვნენ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი გორის საკრებულოს წევრი ზურაბ როსებაშვილი ასევე დარბაზში ჩვენ გვესწრებოდნენ გორის რაიონის სოფელ რეიხას მკვიდრები ბეჟან მეზვრიშვილი და სპირიდონ მესტუმრიშვილი მე ხოლმე გემშვიდობები და მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ნახვამდის